ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა შემოქმედებითმა დასმა მაყურებელ სპექტაკლი დარისპანის გასაჭერი წარუდგინა. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა თეატრს ფესტივალში მონაწილეობისთვის სპეციალური დიპლომი და პრიზი გადაეცა. ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართულ წარმოდგენებს ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს სხვა წარმომადგენლები, თურქეთში მცხოვრები ქართველები, ადგილობრივები და თეატრის მოყვარულები დაესწრნენ. ბათუმის დრამატული თეატრის საერთაშორისო ფესტივალში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა. ზალوان მოგეწონა, სპექტაკლი კაიყო. ადრეს კიდევ ვიყავით, მაგრამ ეს ძალიან კარგი იყო, ზალوان მოსაწონებელი იყო. ხალხსაც ვხედავ როგორ მოწონდნენ. მალმალე ჩამოდით. ეს მე ასე ვთვლი, არ არის მარტო ბათუმის დრამატული თეატრის ასე ვთქვათ წარმატება და სახე, არამედ ჩვენ დღეს თურქეთის რესპუბლიკაში სრულიად საქართველოს ქართულ თეატრს წარმოადგენთ. მიხარია რომ ეგრე წარმატებით წავიდა სპექტაკლი. ეს კიდევ ერთი გადადგმული დიდი ნაბიჯია ორ მეზობელ მეგობარ სახელმწიფოების კულტურულ ურთიერთობებში და რა თქმა უნდა ორი მოძმე ერების ურთიერთობების გაღრმავებაში და უფრო დაახლოვებაში. დიდი მსახიობები არიან ქართველები, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერ სპექტაკლის, ნებისმიერ რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლის ხალხთან მაყურებელთან გასაგებ ენაზე მიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი არის ქართულ ენაზე.